თვითონ ამ პერიოდს, ამ 10 წლეულ დეკადას, 60-იანებს, 70-იანებს, 80-იანებს, მაინც რაღაც თავისებური ისეთი მახასიათებელი აქვს, რაც ქართულ საბჭოთა არქიტექტურაშიც გამოვლინდა და ეს ჩანს ამ კომპლექსის არქიტექტურაშიც. ანუ ეს პავილიონები, როგორც უკვე თქვის, ანუ პირველადი მაგალითია, ანუ ერთ-ერთი პირველი არქიტექტურული მაგალითია იმ პერიოდისა, როდესაც სტალინური არქიტექტურის დეკორისგან მოხდა გათავისუფლება. დანარჩენი პავილიონები არის მაგალითად 60-იან წლებში აშენებული პავილიონები, უფრო მეტად, რო შევხედოთ, უფრო მინის გამჭვირვალე ფასადების ჭარბობს, სადაც მაგალითად გარე და შიდა სივრცეებს შორის ზღვარი წაშლილია. ფაქტიურად, ხოლო უფრო გვიანდელი პავილიონები, რომელიც აქვე არის, ის უფრო მეტად დამჯდარი მასებით გამოირჩევა, რაც უფრო ბრუტალისტური არქიტექტურის გავლენის შედეგია. მეტად. ამ პავილიონებში კიდევ არის უხვადარი დეკორატიული პანოები, რაც ასევე საბჭოთა არქიტექტურის ნიშანდობლივი მახასიათებელია. ამ ადგილის მნიშვნელობა მარტო პავილიონებით არ განისაზღვრება, აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ადგილი, სადაც ეს პავილიონები არის განთავსებული, ვინაიდან აქ არის დასვენების და რეკრეაციის მნიშვნელოვანი ზონა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი გამწვანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არეალია, რომელიც დღესაც ფაქტობრივად ერთადერთი თავისუფალი გამწვანების ზონა ამ რაიონში. და ამ მიდამოებში. აქვე ახლოს მხოლოდ მუშტაედის ბაღი და კიგვიზის პარკია და სხვა მეტი არაფერი. და კარგი იქნება თუ მე ვისურვებდი რომ მეპატრონო ის პირველადი ფუნქცია ისევ შეინარჩუნოს და ეს ტრადიცია და თვითონ მნიშვნელოვანი გამწვანების არეა ისევ მომავალში შეინარჩუნდეს და ეს ალბათ მოსახლეობის აქტივობიდან გამომდინარე შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამყარდეს, ანუ რა დონეზე დაეტვირთება ის უფრო მეტად მომავალში თვითონ მაცხოვრებლების მხრიდან. არის ერთ-ერთი ბოლო რამოდენიმე ათწლეულების თეორია, რომელიც ეხება ადამიანის მოსახლეობის თანამონაწილეობას მისი გარემოს ფორმირებაში, რომელიც შექმნილია ცნობილი ამერიკელი ურბანისტი პოლ დავიდოვის მიერ, რომელიც სწორედ ამას გულისხმობს და ავალდებულებს ეს კონცეფცია ასევე პროფესიონალებს, რომ მათ ადვოკატირება გაუწევენ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა. ჯერ კიდევ გაეროს ხდომაზე იქნა აღნიშნული 1955 წელს, რომ საცხოვრებელი გარემოს განვითარება მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური და სოციალური მომენტები. ანუ რაც ხელს უწყობს ამ განვითარების პროგრესს. და ასევე ამ ხდომაში აღნიშნული იყო, რომ ეს ყველაფერი უნდა განხორციელებულიყო თვითონ ადამიანების და მთელი საზოგადოების ჩართულობიდან გამომდინარე. ერთი ცნობილი ჰოლანდიელი არქიტექტორი ჰერმან ჰერცბერგერი აღნიშნავს, რომ არქიტექტურა უნდა უყურებდეს ადამიანებს და იმას, რასაც ეს ადამიანები აკეთებდნენ და აქედან გამომდინარე უნდა ღებულობდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ანუ პირველ რიგში არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი.